ვიცი, მაგრამ უცებ გადავწყვიტე, რომ თმები შევიჭრა. და ამდენი მოგონება, რომელიც ამ თმებთან მაკავშირებს, იმიტომ რომ 4 წელი არ შემიჭრია. 4 წელია, ხელი არ მიხნია. არ ვიცი რამდენი ჩანს მაგიდან, მაგრამ მოგცალიან გრძელთ გამიღონ მართლა. ანდაჟი არც ეტევა. თავს ზურგს მიფარავს რა. და რაც პერიოდი ვარ ამ თმებით ვარა. ამ თმის გარშე არ ვიცი როგორი ვიქნები. აუ, არ ვიცი რა გამოვა. ბოლოს როცა შევიჭერი თმები თან ჩემით, მქონდა აი ასე რა. მის მერე გადავწყვიტე, რომ ძალიან გამიზარდა. და მართლაც ძალიან გამიზარდა. რაღაც უნდა სადო ხანი. ოკეი. სახლიდან გამოვედი რა. უკვე საბოლოო. უკვე საბოლოო გადაწყვეტი მე. მე კიდევ ხო ნახეთ რა წელით მომაყვა უბრალოდ ნახეთ. ჩანს ხომ არ. ჩემ მეგობრებმა არ იციან, არავინ არ იცის რა თმას ვიჭრი. ერთი მეგობრის გარდა. და ნერვიულობს ისიც ჩემთან ერთად. I don't know guys. ის იქნება რაც იქნება. თუ ვინ არა ვიდეოს არ ადავებ. არ ხუმრობ მაისავდებ. 360 გრადუსით გადავიდა. მოკლედ. ან დავბრუნდები გამამაზებული, ან დამახინჯებული, ან არ დავბრუნდებს ერთ თავს მოვიდა. ერთი ზებრა მაშორებს ანისუნებს ადგილს. ერთი ზებრა. რა შევდენი ვარ. Wait a minute. Çanadı dağlamaz, o güzellikleri. Hadi çetin oluyor aslında. Salonში მომწონდა ეხლა არ ვიცი. ჩანცვლობა, ანუ აღარაფერი აღარ სიცოცხლე. ის წითელი პომადაც ისე მაღიზიანებს, მეთქი ეხლა რაღაცა მაკიაჟი წავის, რომ შეიძლება უფრო კარგად უგრძნო თავი თქო, იმიტომ რომ არ მომწონს ეს. ისიც ვიცი, რომ სოლის საფეთილით არ უნდა მოიშორო მაკიაჟი, მაგრამ ძალიან მეზარება და ყველაფერი მეზარება საერთოდ. ვცდილობ, რომ საკუთარ თავი დავარწმუნო, რომ მომწონს ეს თმა, მაგრამ არ მომწონს და ნერვები მაქვს მოშლილი და ყველაფერი. ანუ საშინელება. აი, ვაი. ნო, ანუ თმის გამო როგორ უნდა იტიროდა მე რომ. აი ეს წეგან შევიჭერი, იმიტომ რომ მეთქი უფრო დავიმოკლებ თქო, იქნებ უფრო მომეწონოს, მაგრამ არ ვიცი. უბრალოდ საკუთარ თავს ვეტყოდი რომ არ შემეჭრათ, ხო? ან თუ შევიჭრი, სხვანაირად მაინც შეიჭერით, ხო ვეტყოდი, მაგრამ არ ვიცი როგორ მომიხდება. რატო არის თმა ასეთი მნიშვნელოვანი? ხო შეიძლება რომ არ იყოს. ხო შეიძლება რომ არ მაინტერესებს. შეიძლება ხვალდილით სხვანაირად ვიფიქრო. აუ, ჩემი გზელი 4 წელი კიდე მასეთი სიქცე აღარ მექნება. თან მგონია რომ ხანდახან მიხდება, მე მგონია რომ მე შაური. ის თმა არის გაიზრდება და კიდე არა. You know what guys? მე მგონია რომ ძალიან მიხდება. ოღონდ მართლა ანუ ძალიან სევდიანი ვიყავი და მე მივხვდი რომ იმიტომ ვიყავი რომ მეგონა რომ რაღაცა ჩემი მეგობარი ჩამომაცალეს და ჩემი სულის ნაწილი და ეხა კიდევაც რომ კაი ხო უბრალოდ ესეთ მეტი იყო. ჭაობისფერი როგორ ვაჩვენო? ჭაობისფერი მწვანეა. დღეს დიდი დღეა, ოღონდ მართლა. დღეს არის ჩემი ის გამოსაშვების საღამო. უი, შემოდამ უნივერსიტეტი დაამთავრა. და უი, მალე მის დაამთავრებ. მაგრამ მე უნივერსიტეტი დამთავრება რაღაცნაირად არ მინდა. ასე მგონია რომ უნივერსიტეტს რომ ამთავრებ, მე ძალიან დიდი ხდები. და მე ძალიან ბევრი პასუხისმგება მოდის ერთად. და ჩვენს რაც შეეხება ან თქვენი აზრით რა თქმა უნდა მომწონს, ანუ მართლა ძალიან მომწონს, რა ძალიან საყვარლობა. ახალი დაბანილი მაქვს, წასველი მაქვს და რაღაც, მაგრამ it's okay. ეს ხო არის გრძელი. აი ამ ხალთ მომქონდა და ეს წინ მე შევიჭერი. კაი ხო წავედი შევთორე და მოგვიანდება. პირველად აქ რო ვიყავი, მაშინ ჩემადამ ჩააბარა. და ეხლა ამ თავრებს და მაგ დროს არ
Lava with cheese. Სიბრილის დღეა. ეს ვაპირებო 5 კილომეტრი ვიბინო. My hair. შუა დღის 2 საათია ძალიან ცხელა და ვიცი რომ ამ დროს არ უნდა დავბოდე, მაგრამ სხოდროს არ მცალე, იმიტომ რომ საღამოს რეპეტიცია მაქვს, ამიტომ 2 კილომეტრი უკვე ვიბინე. დამრჩა 3 ისე წავიდა. всё. არ შეიძლება ამდენი დასვენება უნდა ვიბინო. არავინ არ არის. ეს არის ჩემი ფავორიტი მომენტი ცხოვრებაში. როცა სიბრილის დროს არავინ არ არის. მხოლოდ ბუნება და ძაღლი შეიძლება იყოს ერთი და ნუ ეს რაღაცები. და 5 კილომეტრიც ვიბინე. იეი. ხომ. სულ ეს არის. გაიწავედი სახლში. თორე ვიბინე. სიბრილმა გავამემუშავა ის იმუნიტეტი, რომ რაღაცას რო ვიტყვი, გავაკეთებ, უეჭველი ვაკეთებ. ანუ შანსი არა რომ გადავდო რა. გუშინ წინი ვარჯიშა 40 წუთი რა და ძალიან ინტენსიური ვარჯიშები იყო. ადრე 2 წლის წინ თუ ჩავთავდი ეგეთ ვიდეოს, შუა ნაწილში ყოველთვის ჩერდებოდი და ახლა ისეთი აზროვნება მაქვს გამომუშავებული, რომ ანუ უეჭველი უნდა გავაკეთო რა. ანუ არ მაინტერესებს. რამდენიმე თვის წინ გავაკეთე ეს შანსის. ეხლა დაგვიჭვილია, მაგრამ ასე გამეყრება. და თითოეულ ქალაქს სადაც ნამყოფი ვიყავი, მე ნიშნავდი რა. აი მაგალითად რუსთავი და ასე შემდეგ. ეს ვაჩვენი ჩემს მეგობარს და ძალიან მოეწონა. ხო და ახლა მას უნდა გავაკეთოთ. ვეძებდი ჩარჩოებს რომ ეგ ეგ რუკა ჩამედო და ეს არის ყველაზე დიდი რაც ვიპოვე. ძალიან ხო, მაგრამ არა უშავს. არ არის დიდი, თუმცა რაღაცა გამოვა და ეხლა წავედი და ვეცდები რომ კარგი გამომივიდეს. იმედი მაქვს მოეწონება, იმიტომ რომ მაგ დღის მერე კიდე 3 ჯერ მითხრა რომ აუ ძალიან მომეწონა რა კარგია რაღაც და ნახოთ. ხორხეზე რა ტოვდოს ასეთადი. რას მანიშნებს? შეყვარებული ყავს ხა იქ? ვიცოდი. გამოვიდა აი ასეთი. აუ ძალიან მომწონს, ოღონ მართლა. აუ ბობის ქსელია. ახლა მიდორ საქმეებზე, იმიტომ რომ სალაშქროდ მჭირდება ვიყიდო 2 შარვალი და დაახლოებით 3 ზედა. გაიწევდი. I don't have time. ხო, მაგრამ ჩემი საქმე. ეს შარვალი და I don't know. Let's see. ვიღებ. წონია. Great. ეხლა რეპეტიციას და უნდა დავმოღამა ბოროტის სიცილი რა. ცოტა შევიკერეს ხო და კი ვიცინი, უბრალოდ ვიცინი ჩქარად უნდა გავიცინო ნელა და ყელი აღარ მაქვს, წყალიც აღარ მაქვს. ჰაერის აღარ მაქვს მეუბნე. ხმა შემეცვალა უკვე. დავკარგე ჩემი ხმა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ვარჯიშობ მართლა და ეს რა ხმა მაქვს ასე არ ვარ. მაგრამ კაი იყოს, უბრალოდ წევრის ხმა მაქვს, არ დავიწევ მე. ხმა ცოტათი მიბრუნდება და ხმავეს. რომ მინდა რომ კარგად შევასრულო რაღაც როლი, წინასწარ ვიწყებ ნერვულობას. რომ კარგად შევასრულო, იმიტომ რომ თუ არ ნერვულობ, არ გამომდის არაფერს გაკეთე. ანუ რაღაცა სტრესი მჭირდება ყოველთვის. აჰა, ის რატო არის ეგრე? ბუნებრივად არ ნერვულობ რაღაცაზე, ძალით ვიწყებ ნერვულობას, ფეხების კანკალს, მე რაღაცებს ვიგონებ, რომ ვინერვულო. და მე ძალიან მეხმარება, არც იმას თუ გაინტერესებდეთ. My tip. Yo. What's that, brother? დღეს გვაქვს ბოლო რეპეტიცია და მე სექტემბრამდე აღარ ვიქნება. აქაურობა. What's that, brother? What's mirror on the wall? Who's the hottest of the ball? Yo. კაი რა. ეხლა უკეთესი ვიყავი. დავამაყობ. და შეწავდი. აბაჰე. მაგრამ ხმა ისე რაღაცა. დაგუხებული მაქვს. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ წინაშე გაიწავდი. Can I სექტემბრამდე bye Miss America. Drama.
ვაპირებდი რომ ვიდეო გადამეღო იმაზე რომ თმა შევჭერ, მაგრამ მთელი ვიდეო უფრო მეტად იყო იმაზე თუ რას ვაკეთებდი ყოველ დღე. ახლა ვიმზადები რომ წავიდე ბაკურიანში. Yay! ჩემი შეჭრილი თმა რამე რო თქვა 1-2 სიტყვა, ვამაყობ, მიხარია რომ შევჭერი და არ ვნანობ. მე ვარ ნაყინდა, აბა ჰე, აბა ჰო. ნახვამდის.